თემა იყო რამდენიმე სახის. ქალბატონი შედიოდა სამშობიაროდ, მესამე დღეს ეუბნებოდნენ, რომ ბავშვს ფილტვი არ გაეხსნა, რომ ბავშვი დაიღუპა, რომ ყავდათ გაყინული ბავშვები იმისთვის, რომ თუ რომელიმე ოჯახი კატეგორიულად მოითხოვდა ბავშვის აკრძალვას, სხვისი გაყინული ბავშვი გაეტანებინათ მათთვის. დანაშაული, რომელიც შოკში ჩავაგდებთ, ჩვილებით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრულია. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა პერიოდიდან 2005 წლამდე საქართველოში 100,000-ზე მეტი ახალშობილის გაყიდვის ფაქტი ფიქსირდა. სამშობიარო საღამო საათებში ამიყვანა დედამ კვერნაკის ავადმყოფოში და მითხრეს, რომ ბავშვი დაიღუპაო. ადამიანმა მომწერა, ვისაც ჰქონდა სურვილი, რომ ეპოვა ბიოლოგიური ოჯახი. და არაერთხელ, როდესაც გაიკეთეს გენეტიკური ტესტი გაშულებულმა ადამიანებმა და აღმოაჩინეს, რომ მისი ქმარი არის მის ნათესავი. თაკვა მოდის და ანუ რო შევხედე, მეთქი ვაიმე, ანუ ორივე აი ნუ ნახვა იყო რაღაც საოცრება იყო, იმიტომ რომ მეგონა რომ სარკეში ვიყურებოდი. არის რაღაც გარკვეული მუქარები ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. და საუბარი არის 100,000-ზე მეტ ქალბატონზე, რომელსაც არ აქვს რეალურად პასუხი. სად არის მისი შვილი?